სოციალურად დაუცველებმა დღეს ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ქიქავას ქუჩის 9 ნომერში ყოფილი სამხედრო საავადმყოფოს შენობაში თვითნებურად შესახლებული 58-მდე ოჯახი წელიწადის და 4 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. შესახლებულების შუქის აღდგენას ენერგოპრო ჯორჯიასგან აჭარის მთავრობის შუამდგომლობით ითხოვენ. ახალ მთავრობას ვთხოვთ, გვიშუამდგომლონ და მოგცენ შუქი, რომ დავჩლუნგდით, დავგლახავდით, გავშტერდით. ტელევიზორი არ დაგვინახიათ წელწადი და 4 თვე. ჩვენ როცა ვჭირდებოდით, მათ ხარში ვიყავით, დღეში 10 ჯერ მოგვაკითხებდნენ და ჩვენ რომ დაგვჭირდნენ. ვინმე აღარ ჩანს. ვართ სანთლების შუქზე. როცა სანთლებს ვყიდულობთ მაღაზიაში, სასაცილოდ არ ყოფნივართ, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ და სად. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ტელევიზიით მინდა მივმართო. წელიწადი და 4 თვეა ჩვენ ძველ მთავრობასთანაც და ახალ მთავრობასთანაც ვურთიერთობთ. ყველანაირი საბუთი მოწესრიგებული გვაქვს, ის რაც მოსახლეობას ეხება. ელექტროსადენები გაყვანილი გვაქვს, ელექტრომიწყვილები დამონტაჟებული გვაქვს, შეძენილი გვაქვს საერთო სოჩიკი, გვინდა საარსებო წყაროსთვის დენი. მათი თქმით, 5-მდე შენობაში ელექტროსადენები და მრიცხველები საკუთარი ძალებით დაამონტაჟეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სოციალურად დაუცველების მოთხოვნებს დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გაიცნო. მისი განმარტებით აჭარის მთავრობა შესახლებულებს მანამდე უნდა დაეხმაროს, სანამ მათ ფართებით არ დააკმაყოფილებს. ერთი წელია 21 საუკუნეში ეს ადამიანები შუქის გარეშე ცხოვრობენ, ფაქტობრივად ახალ წელს შუქის გარეშე. ამაზე ხო ვიღაცამ უნდა იზრუნოს და ამიტომ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და დღეს ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ და დღევანდელი აქციის მიზანიც ეს იყო. მთავრობას, რომ გვიშუამდგომლოს ენერგოპრო ჯორჯიასთან, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა კანონიერად აქ დროებით, მანამ სანამ მთავრობა გამონახავს ალტერნატიულ ფარც ან ამას დაუკანონებენ, დროებით იქნას აღდგენილი შუქი. საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს აჭარის მთავრობაში. ელექტროენერგიის მიწოდების საკითხს ენერგოპრო ჯორჯიაში ამ ეტაპზე არ განიხილავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობიდან აღნიშნული შესახებ მიმართვა არ მომხდარა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი სურმავას თქმით, მიმართვის შემთხვევაში საკითხს რეაგირება მოჰყვება. ჯერ არავის ჩვენთვის შესაბამისი თხოვნით არ მოუმართავს, მომართვის შემდეგ რა მომართვა როგორი იქნება, განვიხილავთ ჩვენ. შესაძლებლობა ყველაფრის შესაძლებლობა არის, თუ არ არის, უნდა გაკეთდეს. მიმართავს თუ არა აჭარის მთავრობა ენერგოპრო ჯორჯიას ადმინისტრაციას შესახლებულებისთვის ელექტროენერგიის აღდგენის თაობაზე ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. არჩილ ხავაძე თბილისში მთავრობის ხდომაზე იმყოფება, ამიტომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცნობი დარჩა.